მოგესალმებით. გახარიას პარტიის ოფისში ბრიფინგისთვის ყველაფერი მზად არის. ბერდია სიჭინავას ჰალსტუხიც კი ბანერის ფერებში აქვს შერჩეული. მაგრამ მოულოდნელად მოთმინებას დაკარგავს. წყობიდან გამოვა და ყვირილს დაიწყებს. საკუთარ თავს შეხედეთ. აი ხა როგორ იქცევით რესპონდენტად, საკუთარ თავს შეხედეთ. როგორ ფიქრობთ, რა თემას შეიძლება ის ასე აენერვიულებინა? რა უნდა ეკითხათ ჟურნალისტებს ისეთი, რომ ჟურნალისტს ბრიფინგის დატოვებაც კი მოსთხოვა? ეკა გაიყვანეთ ეს ქალბატონი, ვინ არის ეს? უზრდელი და თავხედი ეწახა. ზრდილობა არა გაქვს, ელემენტარული როგორ ზრდილობა გააქვს. დაძაბულობისგან ხმაც კი აუკანკალდა. არა და ბატონ სიჭინავას კითხეს, გითხარით რამდენი სქესი არსებობსო? ზრდილობა გააქვს. ამისთვის არ ვართ მეთქი შეკრებილი აქ რომ სქესთან დაკავშირებით გესაუბროთ. ეხლა რამდენი სქესი არ ვიცი. თქვენ რა უნდა გაგცეთ საერთოდ? თქვენ არ გილაპარაკებით საერთოდ. ეკა გაიყვანე ეს ქალბატონი ხა დროზე. ეს ქალბატონი ხა გაიყვანე. იმედის წარმომადგენელი გაიყვანე ოფისიდან. არ დავინახოთ, უზრდელს რესპონდენტს არ ელაპარაკებია. იმედი და გაბძანდით ეხლა აქ არ დაგინახოთ. არ დაგინახოთ, ახ თქვენს ვიბძანდით. ოპერატორიც გაბძანდით. შემდეგი აგრესიულობა მოგვიანებითაც შეინარჩუნა, თუმცა უკან დაიხია. რამდენი სქესი არსებობს? რამდენი სქესი არსებობს? რამ გამოგიყვანათ ესე ამ უბრალო უწყინარე კითხვისგან? მაგის გამო გამოხვედით წყობილები და შეურაცხყოფა რომ მიაყენეთ ჩემს კოლეგას? 2 იცით? მე რა გითხარით რომ 2 იცით? თამამად ნუ გეშინიათ. მე მგონი თქვენთან უფრო მეტი არსებობს ისე შეგეშინდათ. საუბარი არც გიორგი გახარიას სურს. ბატონო გიორგი, რამდენი სქესი არსებობს? ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები, მეჯიკავები. პარტიის ლიდერია, მაგრამ ურჩევნია თავი ლიფტში აფაროს და მშვიდად უყუროს, როგორ ძალადობს მისი დაცვა. ამ მარტივმა შეკითხვამ შოქში საიას თავმჯდომარედ ჩააგდო. ამ საკითხზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ სქესზე არ ვმუშაობთო. თქვენ შეგიძლიათ გითხრათ, რამდენი სქესი არსებობს? ამ საკითხზე როგორც გითხარით, კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე არ ვაფასებ დონალდ ტრამპის ტრამპს აღარ გეკითხებით, რამდენი სქესი არსებობს? ამაზე რომ მიპასუხოთ. გიპასუხეთ, რომ ამ საკითხზე დღეს არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს არ არის სისტემები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და რომელზეც შემიძლია კომენტარების გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის შიგნით. რამდენი სქესი არსებობს? ამაზე ვერ საუბრობთ? არ იცით რამდენი სქესი არსებობს? აი მიზეზი რომ გითხრათ, რატომ მარტო? დასვამთ კითხვებს საერთოდ არ გიგვიძინებთ. როგორ ფორმატში უნდა დავსვათ აბა კითხვები ამ საკითხზე? არ მაქვს ეს ინფორმაცია, მართლა არ მაქვს. არა და საია მუდმივად აქვეყნებს თავის ანგარიშებსა და LGBT უფლებების მდგომარეობაზე წერს. თანაც იმდენად ღრმად მუშაობენ, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეებს ანტიდასავლურ ჯგუფებად ნათლავენ. და მაშინ რა შეიცვალა? რატომ უჭირს დონა ქურდოვანიძეს ისევ ამაყად დაიცვას ისინი? არ მაქვს ინფორმაცია, არ ვიციო იტყვის ბოლოს. ეს არ არის სისტემები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და რომელზეც შემიძლია კომენტარების გაკეთება. და რას გულისხმობს ინფორმაციის არქონაში. საიას თავმჯდომარეს LGBT ლობისტებისგან მელზე ჯერ ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია. აქამდე იცოდა, რომ ქალი შეიძლება კაციც იყოს, ძაღლიც იყოს, ფოთოლიც იყოს, შეიძლება სქესიც გადაიკეთოს, საბუთებიც გამოცვალოს, ასე უკარნახეს მეილიდან. მაგრამ ახლა, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა ოფისის დაკავებისთანავე თქვა, რომ არსებობს მხოლოდ 2 სქესი, ქალი და კაცი, ქართველი ეგრეთ წოდებული ლიბერალები დაიბნენ. ამერიკელებს არ სურთ ნახონ კაცი, რომელსაც რინგზე ქალი სცემს. სწორია, არ უნდათ იხილონ კაცებისა და ქალების ერთობლივი სპორტი. არ სურთ ყველასთვის სქესის შეცვლა. არ სურთ ბავშვი სახლიდან როგორც ბიჭი წავიდეს და 2 დღეში როგორც გოგო დაბრუნდეს. მშობლებს არ სურთ ამის დანახვა. ჰოდა, ახლა ეკითხები ამ ოპოზიციას. ჩვენს არასამთავრობოებს რას ფიქრობთ ტრამპის ახალ სოციალურ პოლიტიკაზე? რამდენი სქესი არსებობს? მათ კი პასუხი არ აქვთ. ან ჩხუბობენ, ან არ პასუხობენ, ან უწევთ აღიარონ, რომ ტრამპს ეთანხმებიან. რამდენი გენდერია? კი, ამიტომ მოვედით, კი. კი ბატონო. პროპაგანდა. ტრამპი
ტრამპის ნარატივით პროპაგანდა? ესეთი რთული კითხვა. ძალიან სასაცილო ხარ. ქალია, კაცია. რამდენი სქესი არსებობს როგორ? ორი არსებობს და დანარჩენი თუ არ გაინტერესებს. გენდერი? თუ სხვანაირად გენდერი არ ვიცი მე რა არის. დიახ, ორი სქესი არსებობს, მეც გეუბნებით ამას. რა არის ამაში ხან გასაკვირი ან უცნაური, ან ახალი აღმოჩენა, ევრიკა აღმოჩენა. დიახ, ორი სქესი არსებობს. ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიცირებას სხვადასხვაგვარად ახდენენ. ვერც ტრამპი, ვერც ვინმე სხვა ადამიანს ვერ აიძულებს საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს რამენაირად გარდა იმისა, როგორც თავად ახდეს. დედა რომ არის და მამა და ქალი და კაცი, ამაზე არასდროს დისკუსია არ ყოფილა. თუ ამერიკის და ტრამპის ადმინისტრაცია თulis რომ ეს არის მნიშვნელოვანი მათთვის, კი ბატონო იყოს მათთვის. საქართველოში ქართულმა ოცნებამ გამოიგონა პრობლემა, რომელიც არ არსებობდა, არავის არ ჭირდება იმის ამტკიცება, რომ ქალია და კაცი. კიდევ არ ვკვირვთ, ქალია თუ კაცი. ნამდვილად ქალია და კაცი. თქვენ შეგიძლიათ დამისვათ შეკითხვა და მე მაქვს უფლება თქვენ არ გიპასუხებთ, იმიტომ რომ თქვენი ხაზი დღევანდელია. თქვენ მიპასუხეთ, რამდენი სქესი არსებობს? არადა სულ რაღაც 4 თვის წინ ქართულ ოცნებაზე ქილიკობდნენ. ასეთ ქვეყანაში ლაპარაკი იმაზე რომ დედა, მამა და თურმე გურამაჭარაშვილი უნდა გადაარჩინოს ახლა თურმე ქართული იდენტობა, ეს არის სისულელე და ეს არის ბოდვა. დედა და მამა. თუ დედა და მამა. კიდევ ერთი ნათელი დადასტურება არის არაადეკვატურობის არანაირი მსგავსი პრობლემა არ არსებობს დღეს ქვეყანაში. გამოგონილი თემა, რომელთაც ახლა ხელისუფლება ცდილობს რომ გადაფაროს. კაცია, ქალია და თოვლია, წვიმად გადაიქეცი არა ის. კაცია, ქალია, ოღონ თუ არჩევნებზე ოცნების ამომრჩეველია, კაცი შეიძლება ქალიც გახდეს. კოცი თავს შეახსენებს, რომ ტრამპი მაინც თვლის, რომ ქალია და კაცი, ქუჩაში სულ 800 კაცი დგას, ისიც ნაცი. ან რამე სხვა, ბიძინას საყმაც ქოცვილო ლიტერატურიდან ზღაპარს გადახედავს, ეგება დაიწინოს. ანუ პირველი სადღეგრძელო დარჩა მშვიდობის, ქართული სუფრის ტრადიციის თანახმად ვერ მოგვერია ბებერი ევროპა. კაცია, ქალია. მაწუნის დედა არასდროს ერქმევა მაწუნის მამას, მეზობლის კაცი ბღავის, მუსაწველი დარჩათ ალბათ. ეს ქალია და კაცია გავიგე და რა რძე? კაცია და ქალია? თუ ქართულ ოცნებას სურს მიიღოს კანონი, რომელიც განმარტავს, რომ ქალია, კაცია, დედა, მამა, წარმატებას უსურვებს სამარცხვინო ტრიუკებში, შედეგებს მოვიმკით შემოდგომაზე. როგორც კი მმართველმა ძალამ თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი, როგორც კი მიიღო კანონი ოჯახის ღირებულებების დასაცავად და LGBT პროპაგანდის ასაკრძალად, ოპოზიცია მათთან ერთად კი NGO სექტორმა დიდი ისტერიკა მოაწყვეს. ეს კანონიც რუსეთს დაუკავშირეს. ახლა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა. პრაიდის წარმომადგენლები თურმე იქით აძლევენ რეკომენდაციებს თავიანთ პატრონებს იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა გააპროტესტონ კანონი, როდის რუსული უნდა დაარქვან და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს სქემა ბოლომდე გაშიფრულია და ალბათ ქართული საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა შარშან, როდესაც ასევე სპეკულაციურად ამერიკულ კანონს რუსული დაერქვა. ორი სქესის არსებობაზე ირონიულად იცინოდნენ, მათ შორის ჟურნალისტებიც. დედა, მამა, სიგიჟე. შეშფოთებული იყო ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. გარეთ უორდიმ საკუთარ შფოთვებს სპეციალური სტატუსი მიუძღვნა. კანონთა პაკეტი ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ დისკრიმინაციულია, უმცირესობათა მიმართ და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ჩემი გამოცდილებით საქართველო არის ტოლერანტული საზოგადოება, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებით და ეს კანონები ეწინააღმდეგება ამას, ისევე როგორც ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც განმტკიცებულია ევროპის საბჭოს მიერ. უყურადღებოდ არც გერმანიის კანცლერმა დაგვტოვა. შოლცის განმარტებით ეს კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს და ევროკავშირს დავშორდით. საქართველოს მაგალითად ახლახან მიიღო ანტი-LGBT კანონი, რომელიც დისკრიმინაციულია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. ძალიან მკაფიოდ ვამბობ, ეს ასევე აშორებს საქართველოს ევროპისგან. კანონს ხელი რა თქმა უნდა არც სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მაშინ ჩათვალა, რომ ბაღებში ტრანსები უნდა შევიდნენ.
სკოლის მოსწავლეებმა სქესის გადაკეთების უფლება უნდა მიიღონ და არავითარი ოჯახური სიწმინდე არ არსებობს. გერმანიაში ხომ არა მხოლოდ ერთსქესიანთა ქორწინებაა დაკანონებული. არამედ LGBT ბაღებიც გახსნეს. ბავშვებს კაბიანი ტრანსები ეუბნებიან, რომ ისინი შეიძლება ძაღლები არიან და რომ არანაირი ორი სქესი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ არჩევანი. მათ თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, ვინ სურთ რომ გახდნენ, რად უნდათ რომ გადაკეთდნენ. ხო და ამ ტრენდს სურაბიშვილი ვერ ჩამორჩებოდა. მით უფრო რომ საფრანგეთშიც უკვე ასე იყო და ამერიკაშიც. ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონს ხელი არ მოაწერა. სამაგიეროდ დონალდ ტრამპთან მისასვლელი გზები ყველგან მოწეფნა. ინაუგურაციამდე პარიზში, ინაუგურაციის შემდეგ კი ვაშინგტონშიც. სრული ფიასკო განიცადა. ინაუგურაციის პროცესს ტელევიზორით უყურა. შესაძლოა ნანობს კიდეც LGBT ლობისტების ინსტრუქციებს რომ იხვა. ახლა ოპოზიციასაც ძალიან უჭირს. არადა მაშინ რეებს არ ამბობდნენ. ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, რომ ეს უაზრო პროპაგანდაა. ის რასაც ისინი ლაპარაკობენ არის ბლა 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 და პროპაგანდა. გიორგი ბარამიძემ თქვა, რომ ეს თემა საქართველოსთვის გამოწვევა არ არის. ეს ის საკითხებია, რომელზედაც ცდილობს ეს მოღალატური რეჟიმი გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება სხვაგან, თითქოს ვიღაცა ერჩის და ემუქრება რაღაცას ნამდვილად ქართულს. გიორგი ვაშაძემ კანონის მიღება ძალადობას გაუტოლა. მან ისიც კი თქვა, ოპოზიცია ახლა არჩევნებს წააგებს და ამ კანონს წარსულში დაგვიტოვებთო. 26 ოქტომბერს ვიშორებთ იზოლაციონისტ ქართულ ოცნებას და ვიწყებთ სრაფსვლას ევროკავშირისკენ იმისთვის, რომ გავხდეთ სრულუფლებიანი წევრი. ყველა ეს სრულ დილემა, ყველა ეს სიხალბე, რასაც აფუძნებს ახლა ქართული ოცნება, დარჩება წარსულში. კახარიას პარტია დარწმუნებულია, რომ ეს კანონი ქართულ ოცნებას საარჩევნოდ სჭირდება. ოცნება ამ ინიციატივასაც იყენებს წინა საარჩევნოდ. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ბავშვების დაცვა კაბიანი კაცებისგან მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა და არა საარჩევნო ტრიუკი. დონალდ ტრამპმა არა მხოლოდ ბავშვები დაიცვა ტრანსებისგან, არამედ დიდი პოლიტიკური არენაც. ამერიკის სახელმწიფო დროშებზე ფერადი დროშების აღმართვა უკვე აკრძალულია. ამ ფაქტმა საინტერესო ტენდენცია დააფიქსირა. აჩვენა, რამდენად არიან NGO-შნიკები და ოპოზიციონერები გარედან მიღებულ ინსტრუქციებზე აწყობილნი. 2021 წლის 17 მაისს ხელი მოაწერეს საგანგებო შეთანხმებას. დავიცავთ LGBT თემის ინტერესებს, უფლებებს და თავისუფლებებსო. შესაბამის დოკუმენტსაც ხელი საზეიმოდ მოაწერეს. დავით კეზერაშვილის, ნიკა გვარამიას და მამუკა ხაზარაძის ტელევიზიებმა ამ დღეს ისტორიულიც კი უწოდეს. და ვსაუბრობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამბავზე, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის დღეს საქართველოს ისტორიაში. ოპოზიციამ ფიცი დადო. ყველა მექანიზმით დავიცავთ ფერად პლუსებსო. თუმცა როგორც კი ამერიკის მართვის პულტი დონალდ ტრამპმა გადაიბარა და LGBT ლობისტების შევიწროებაც დაიწყო, ჩვენი ოპოზიციაც დადუმდა. უხერხულად შეიშმუშნა. ბატონო გიორგი, რამდენი სქესი არსებობს? ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები. თამამად, ნუ გეშინიათ. ამ საკითხზე როგორც გითხარით, კომენტარს არ გავაკეთებ. რამდენი გენდით? კი, ამიტომ მოვედით და მე მაქვს უფლება თქვენ არ გიპასუხობ. ლეგენდერი არ ვიცი მე რა არის. მათ სიტყვას დაპირებას, ხელმოწერას, დაფიცებას, როგორც ხედავთ, ფასის საერთოდ არ აქვს.